იმ 70 წლის განმავლობაში, როცა საქართველოს საბჭოთა იმპერიის ნაწილი იყო, ძალიან ბევრი მოვლენა თუ ფიგურა ჩვენი საზოგადოების კოლექტიური მეხსიერებიდან გაქრა. და ეს ასევე ეხება იმ პოლიტიკურ თუ სოციალურ კულტურულ გამოცდილებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა მთლიან ქვეყანაში, მაგრამ ასევე აფხაზეთში კონკრეტულად საბჭოთა ოკუპაციამდე. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ახალი წიგნი აფხაზეთი 1921 მიზნად ისახავს სწორედ იმ ტრანსფორმაციული პროცესების რეკონსტრუქციას, რასაც ჰქონდა ადგილი აფხაზეთში, აი ამ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში და რაღაცნაირად იმ ეთნიკური პარადიგმის გარღვევას ნაწილობრივ მაინც, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარიზმის 10 წლების განმავლობაში და ასევე ეთნონაციონალიზმის წინ წამოწევის შედეგად ჩამოყალიბდა. ბუნებრივია, რომ საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა ვერ დატოვებდა ადგილს იმ ტრანსფორმაციული დემოკრატიული გამოცდილებისთვის, რასაც ადგილი ჰქონდა აფხაზეთში. ამ სისტემისთვის მიუღებელი იყო მაგალითად 5 დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნები, რომელიც 1917-21 წლებში ჩატარდა აფხაზეთში. მიუღებელი იყო დემოკრატიული პოლიტიკური კონკურენცია სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის და ასევე ის პროცესები, რომლებიც საბოლოო ჯამში დაგვირგვინდა არჩეული დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებით, რომლის სრულიად დავიწყებულ მაგრამ არაერთადერთ მაგალითად წარმოადგენს ნაფიც მსაჯულების სასამართლო და ასევე არჩევითი მოსამართლეები. სოულების ახალი წიგნი, რომელიც მრავალწლიან კვლევას ეფუძნება და რომელიც ეყრდნობა ძალიან მრავალრიცხოვან კორპუსს პირველადი და მეორადი წყაროებისა, ასევე მაგალითად ძალიან საინტერესოა პირველად ხდება აფხაზურენოვანი გაზეთის აფსნის გამოყენება, როგორც ერთ-ერთი წყაროსი, რომელიც გამოცემაც დემოკრატიულ საქართველოში 1919 წელს დაიწყო. სოულების წიგნი ცდილობს სწორედ აი ამ პარადიგმის რაღაცნაირად გარღვევას და იმ პროცესების და იმ პოლიტიკური პროცესის ლოგიკის რეკონსტრუქციას, რომელსაც გეგმაზომიერად საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა 70 წლის განმავლობაში აქრობდა.